დილიდან ხმაური და დაპირისპირება იყო პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილის მემორიალთან, სადაც პოლიტპატიმრების მშობლებმა მოქალაქეებთან ერთად ღამე გაათენეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ქართული ოცნების წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის უფლება არ მისცეს. პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. რუსთაველზე მივიდნენ უცნობი პირები, რომლებიც პატიმრების მშობლების და მათი მხარდამჭერების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ. თქვენ წეღან იქ არიყავით უბრალოდ იქეთ ხარეს? სად ვიყავი? მე შენ ვიკითხავ. გასაყარეს. შენ ვიკითხავ. რაც ჩემშვილს უკნას ის უკნავს თქვენ შვილებს და შვილიშვილებს. მან უსინდისება თქვენი ბრალია რომ ამ დონეზე მიუშვით ესენი. როგორ უნდა მოუბრუნდათ 19 წლის ბავშვს და ნაცირალა იცავ. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო პოლიტპატიმრების მშობლები და ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები მას 9 აპრილის მემორიალთან მისვლის უფლებას არ მისცემდნენ, გლდანის რაიონის მაჟორიტარი კოტე ზარნაძე რუსთაველზე ტიტებით მივიდა. მასთან ერთად იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერებიც. ზარნაძემ მემორიალამდე მისვლა ვერ შეძლო. პატიმის ოჯახის უზრდელები ერთი წამის უზრდელები თავხედებით არის აქაურობა სავსე არ მიმისვეს მემორიალზე 9 აპრილის მემორიალზე აი უზრდელები თავხედები ოსმალები პირში აფუძნებდნენ აწამებდნენ და ამაზე მასწავლებელი ადამიანი არ უნდა საუბრობდნენ აი ესეთი ტონით არ უნდა საუბრობდნენ მე როგორ მოდიოდნენ უსაკიტი არა მე როგორც ადამიანი მოვედი მანდა სპეციალისტები რომ პირში აფუძნებდნენ პირში რო აფუძნებდნენ არ უნდა გიკვირდეს კურთხება და პრეტენზია არ უნდა ეს არის ამ ადამიანს რუსთაველზე ყვავილებით მივიდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები. შეკრებილებმა მათაც არ მისცეს მემორიალამდე მისვლის საშუალება. აქედან შევიდეთ, აქედან. 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა. აქციის მონაწილეები ელჩს ტაშით და შეძახილებით დახვდნენ. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ. ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს, როდესაც ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ნათქვამია განცხადებაში. ავისუფლება რეჟიმის დღე! ავისუფლება რეჟიმის დღე! ავისუფლება რეჟიმის დღე! 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებმა. Thank you. დღეს 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმაც.
რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეები ტაშით დახვდნენ მუსლიმთა სამმართველოს წევრებს, რომელმაც 9 აპრილის მემორიალთან ყვავილები მიიტანეს. $1991 წლის 9 აპრილს 13 საათსა და 30 წუთზე ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზუსტად 13 საათსა და 30 წუთზე სიმბოლურად ჩართეს გამსახურდიას გამოსვლა. მანამდე კი შეკრებილებს მწერელმა ლაშა ბუღაძემ და 1999 წლის აპრილის აქციების მონაწილეებმა მიმართეს. Ძვირფასო მეგობრებო, სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები აღწქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ჯალათი როდიონოვი ამბობდა, რომ ისინი თურმე ჭყლეტაში დაიღუპნენ, ისინი დაიღუპნენ ბრძოლის ველზე, ეს არის ბრძოლის ველი. აქ ამიტომაც ვერ ბედავს შიშარა ღვაჩარი ივანიშვილი მოსვლას და მისი ბანდის წევრები ვერ ბედავენ აქ მოსვლას, იმიტომ რომ არანაირი საერთო არ აქვს მათ 9 აპრილთან და დამოუკიდებლობასთან და საქართველოს მომავალთან და ვერც მომვლენ. და დღეს აი აქ ჩვენ ახლა ვართ პოლიტიკურადაც გამარჯვებულები, ისტორიულადაც გამარჯვებულები და ფსიქოლოგიურ უპირატესობასაც ვფლობთ. პოლიტპატიმრების მშობლებმა და სხვა მოქალაქეებმა ღამე რუსთაველის გამზირზე გაათენეს. აქციაზე შეკრებილებმა დადეს ფიცი, რომ დაიცავენ 9 აპრილის მონაპოვარს და არ მიატოვებენ რეჟიმის პატიმრებს და მათ ოჯახის წევრებს. დღეს 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ, საქართველოს თავისუფლებისთვის, მათი წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაფსქერიან დღეს ჩვენ, ფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს, საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, სინდისის პატიმრებს, არ მივატოვებთ სიმართლისთვის დევნილებს. პროევროპული აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან სანთლები დაანთეს და ტიტები მიიტანეს. ქართული ოცნების რეპრესიულ ნაბიჯებს და ევროპული კურსიდან გადახვევას მოქალაქეები უკვე 4 თვეზე მეტია აპროტესტებენ. მოთხოვნები უცვლელია, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და დაინიშნოს ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები.